უპრეცედენტო ინვესტიცია და მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციის ნაწილი ისევ ცდილობს ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების დაკნინებას და დაზიანებას. ამ ბრძოლის ავანგარდში კი მამუკა ხაზარაძე და მისი ლელოა ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ბანკირი, რომლის ანგარიშზეც ანაკლის პროექტის ჩაგდება და სახელმწიფოსთან ყველა ინსტანციაში წაგებული დავებია. ნინო არგულიანის რეპორტაჟი. საუკუნის ინვესტიციის მტრების სიის სათავეში წამყვან პოზიციებს ისევ მამუკა ხაზარაძე ინარჩუნებს. ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაბარგებული ხაზარაძე, რომელმაც ანაკლის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაიდუმლოება თავად მოითხოვა, Eagle Hills-თან გაფორმებული შეთანხმების გასაჯაროებას ითხოვს. ამას ხაზარაძე იმ ფონზე აკეთებს, როცა პირადი გამოცდილებით იცის, რომ კომერციული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოს ექვემდებარება. ამ დროს ინვესტორს არ სურს სხვა პარტნიორებმა გაიგონ, რომ შეთანხმებიდან საქართველომ მაქსიმუმი მიიღო. დაავალეს ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ მანაც კი უხერხულობა იქცნობს. კონკრეტული ფაქტი აქვს მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ შემთხვევაშიც ამ სტატუსის მინიჭება. შეიძლება იყოს ქვეყანა, ეს კომპანია, იგივე კომპანია, ხელისუფლებას სახელმწიფოს ბიუჯეტში უტოვებს არა 33%, არამედ მაგალითად 30%, ან 25%, ხო? ან წარსულში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეიძლება შეექმნას უხერხულობა, ან საომავლოდ ისუსტებს შენს პოზიციებს. ამიტომ ძალიან კარგად იცის ყველა, ვინც არის ჩახედული ასეთ ტიპის პროცესებში, თუ რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას. მსოფლიოს მასშტაბით 15-ზე მეტი მიმდინარე პროექტის პარალელურად გავლენიან ინვესტორს, რომ ხელშეკრულების გასაჯაროება არ უნდა, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ეკონომიკის სამინისტროს აღარ უკვირს იმ პროექტებზე მიზანმიმართული თავდასხმა, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კეთილდღეობა მოაქვთ. სახელმწიფო არის სრულუფლებიანი პარტნიორი ამ პროექტის, აქ არ არის სახელმწიფოს როლი მხოლოდ შემოფარგლული ნებართვების გაცემით, არამედ არის პარტნიორი 33%-ის მფლობელი, სახელმწიფო წარმოდგენილია მმართველობით რგოლებში, სამეთვალყურეო საბჭოში, მენეჯმენტის დონეზე, ამიტომ ყველა ინტერესი სახელმწიფოსის, ჩვენი მოქალაქეების იქნება მაქსიმალურად დაცული და ეს არის უზრუნველყოფილი იმ შეთანხმებებით, რომლებიც გაფორმდა სახელმწიფოსა და Eagle Hills შორის. უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით ლელო საკუთარ თავს ელაპარაკება. მედიის გარეშე პირად კამერასთან განცხადების საკითხვა დღეს თაზო დათუნაშვილს დაევალა, რომელიც ამბობს, რომ თურმე ანაკლის სპორტზე ხელშეკრულების გასაიდუმლოება შეიძლება 6,5 მილიარდიან პროექტზე კი არა. დათუნაშვილი ცდილობს მოიტყუოს ისიც, რომ პროექტიდან მიღებული მოგების რაოდენობა გასაიდუმლოებულია. მაშინ როცა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ითქვა, რომ სახელმწიფო მოგების 33%-ს მიიღებს. ბუნდოვანი არაბული პროექტის შედარება ანაკლის სპორტის პროექტთან არის უბრალოდ კომიკური, დანაშაულებრივი და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო. შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ერთის მხრივ ანაკლის საპორტო პროექტი და მეორეს მხრივ ამას შეადარო დეველოპერული პროექტი ბუნდოვანი კონტრაქტით, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მამუკა ხაზარაძის პარტიაში ლიდერებსაც და რიგითებსაც იაფ ფასიან პოლიტიკურ დემაგოგიაში ქართული ოცნება ადანაშაულებს. მართველი პარტიისთვის უმსხვილეს ინვესტიციაზე შეტევის უკან ახალი დავალება დგას მიზანი ქართული ეკონომიკის ნგრევა. ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ქვეყნის წინსვლის. ეს არის ერთადერთი დასტური იმ აჟიოტაჟის, რაც არის შექმნილი ამ პროექტთან დაკავშირებით. როცა ადამიანი აგენტია, ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის თქმა ებარტივებას, იბრძვია 6,6 მილიარდის ინვესტიციის წინააღმდეგ და რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ პატრონებს აქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა არ განვითარდეს, გაუარესდეს სოციალური ფონი. სინამდვილეში აჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი ამორალური სახე აქვთ ამ ადამიანებს და რა დღეში ვარდებიან, როდესაც უცხო ძალების დავალებების შემსრულებლებად ხდებიან და ფაქტი არის, რომ ესენი ებრძვიან ჩვენ სუვერენიტეტს, ებრძვიან ქართულ დემოკრატიას, ებრძვიან ქართულ ეკონომიკას.
პოლიტიკური სპეკულაციების პარალელურად საქართველოში 6.5 მილიარდიანმა პროექტმა სტარტი უკვე აიღო. თბილისსა და გონიოში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება.